დღევანდელ ვიდეოში გადავწყვიტეთ გამოვავლინოთ, რომელია საუკეთესო საოჯახო სედანი $8000 ფარგლებში. ამიტომ თხოვე საბას და ამიკოს აერჩიათ რაიმე საოჯახო სედანი $8000 ფარგლებში, ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები და მოსულიყვნენ აქ და აქედან დაგვეწყო ამ ავტომობილების ტესტირებები. მე მოვიყვანე 2019 წლის Hyundai Elantra. საქმე იმაშია, რომ ჩემი აზრით ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება. იმიტომ რომ არის მარტივი, არის საიმედო, უტურბინო Hyundai-ია, არაფერი არ გაგიფუჭდება ზედ, რავი, ივლის და არაფერი დაემართება და ჩემი აზრით არის ამ ფასად უკონკურენტო არჩევანი. და გამოდი ვნახოთ რა არჩიეს საბამ და ამიკომ. რა მოიყვანე ბიჭო ეს რა? Mercedes. ნამუსი არ გა? არა. აფრიკაში სარბენი რაღაცა ტაშტით მოვედი მე და შენ მოხვედი იმით. Mercedes-ი. Mercedes? ის რას მოიყვანს შენი აზრით? არ ვიცი, მაგრამ გულზე გასკდება ამას უნდა ინახოს. აუ, უთოთი მოვიდა. აქ დააჭი გააჩერე. ეს რა არის? ეს არის ფუსიონი. რა ფუსიონი? საოჯახო სედანი თუ დამოსულიყო, სატაქსაო მაგალითი არა. ეს როგორ რაღაცა იცი, თავისუფალ დროს იტაქსავებ რა. მომისმინე. ეს კრასკადა თუ გადაკრულია? არა, ძმა, თავისია, გარხნული არის. ესე ჩამოვიდა ამერიკიდან. იქაც დატაქსავებია? უეჭვეთ. შეიძლება.